ილია მეორის როლზე და იმაზე თუ როგორ აისახება ზოგადად წითელი პარასკევის მნიშვნელობა ქრისტიანების აზროვნებაში, ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ფილოსოფოსი და კლასიკური ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი. მოგესალმებით ბატონო ლევან. გელოდებით სტუდიაში. დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. პატივია თქვენი მოსმენა და შუადღის სტუმრობა. ბატონო ლევან, მე აღნიშნე წარდგენაში, რომ პირველი აღდგომა ილია მეორის ეპოქის შემდეგ მის გარეშე ჩვენ წარმოვადგენთ იმ თაობებს, რომლებისთვისაც პატრიარქი ნიშნავდა ილია მეორის. მის გარეშე ჩვენ საქართველოს ფაქტობრივად არ გვახსენდება. პირველ რიგში რომ ვისაუბროთ აი მის როლზე და აი საზოგადოებისთვის მის მნიშვნელობაზე და ასევე ზოგადად რა ეტაპს გადის თქვენი აზრით დღეს ქართული ეკლესია. პატრიარქმა მას ეპოქა შექმნა და მეც ბავშვობიდან მახსოვს, რომ პატრიარქი მართლა სულ თითქოს ის განცდა იყო, რომ არასდროს ყოველთვის იქნებოდა ასე და დიდი დარტყმა იყო ყველა მორწმუნესთვის ეს მისი წასვლა. მაგრამ ეს არის სახარებაში ეგეთი თქმა, რომ მე თუ არ წავედიო სული წმინდა არ მოვა, ანუ ადამიანის როლი მისი გრავიტაცია, ასე ვთქვათ, პიროვნული ქვეყნისთვის ყველაფერი კარგად მაშინ აღიქმება, განიცდება, როცა ის მიდის და ამით უფრო გძნობთ მის სიძლიერეს, მის რამხელ როლს თამაშობდა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ეხლა მეც ათეისტურ საბჭოთა კავშირში დავდიოდი სკოლაში და რა ვიცი, კი მონათულები ვიყავით ყველანი, მაგრამ რაღაც ეკლესიური ცხოვრება საქართველოში ჩემ გარშემო არავის არ ქონდა. აი რომ გავიხსენო ახლა ვინმე ჩემი ნათესავი დადიოდა სისტემატურად ეკლესიაში ან მარხულობდა ან ეზიარებოდა არ მახსოვს უბრალოდ და დღეს უკვე ისეთი რუტინული გახდა ისეთ ჩვეულებრივი ეს ამბავი და ამიტომ ეს არის პატრიარქის დიდწილად დამსახურება მახსოვს აი საახალწლო მილოცვების დროს აი ჯერ კიდე სკოლაში ვიყავი და აბა ავდგეთ ფეხს და ვილოცოთ და ისეთი ცოტა გიხამუშებოდა ხან როგორ ავდგეთ ვილოცოთ რაღაც ეკლესიაში არ დავდივარ მაგრამ ხანო დგებოდით და მართლა აი წელიწადში ერთხელ მაინც ვლოცულობდით ესე აი ძალიან ისეთი სეკულარული ოჯახები რომელიც ეკლესიაში 1001 წუთში შევიდოდით და სანთელს დავანთებდით მაგრამ ის მოხდა ისე რომ მობრუნდა ერი რაღაცნაირად ეკლესიისკენ უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ამდენი ეკლესიები გაიხსნა თბილისში სულ 4-5 ეკლესია იყო და ეხლა ქუჩა არ არის ეკლესია არ იყოს თან ხალხი დადის ეკლესიაში არის წირვების სავსე არის კვირაობით რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და მუშაობა საჭიროა ეკლესია სულ განუწყვეტლად უნდა მუშაობდეს არ არის სამზარეული სულის ხსნა და არ არის სამზარეული რომ ქრისტეს სახელის როგორ თქვა ცუდი სიტყვა პოპულარიზაცია ხო ყველა თავისი მაგალითი ცხოვრებისეული მაგალითით უნდა რაღაცნაირად აჩვენოს რომ ქრისტე რეალობა არის თორე შეიძლება დადიოდა ეკლესიაში და ქრისტე არ ყავდეს ანუ და რიტუალებში გადაიტანო ყველაფერი და ამიტომ ესეც არის ცოცხალი რწმენა აუცილებელია ცოცხალი სიყვარული ცოცხალი რწმენა და პატრიარქიდან ამის მაგალითი იყო შეუძლებელია ამდენი ხალხი მივიდეს ამდენი ასეთ სიყვარული აჩვენოს, რომ არ ეგრძნო ხალხს, რომ მის თვალებში რეალური მადლი იყო და ეს ქრისტე მოქმედებდა მისით და მასში. ამდენი გადაიტანა თან, რომ ვინც ჩემთან იქნება, მას დევნი აუცილებლად დევნიან, ესეთი წინასწარმეტყველებაა. ვინც ჩემთან იქნება, მას დევნიან და პატრიარქსაც მართლა დიდი დევნა გადახდა. ამდენი ცილისწამება, ამდენი ბოროტება, ამდენჯერ დამიმძიმეს ჯვარიო ამბობდა, ხო? და ეს რა თქმა უნდა ქრისტეს სახურს ეს აუცილებლად გარდაუვალია მისთვის. ბატონ ლევან, დღეს წითელი პარასკევია ჩვენ შესავალში აღვნიშნეთ ეს რომ ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის წლის ყველაზე მძიმე დღე არის. ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარი ჯვარზე აცვეს. რისი გადაფასების და გააზრების საშუალებას გვაძლევს ყოველწლიურად ეს დღე, წითელი პარასკევი?
აქვე უნდა გავიხსენო, ესე იგი იერუსალიმში ის გზა, რაც გაატარეს მაცხოვარს გულისხმობ იმ ვია დოლოროსას და 14 გაჩერებას, როდესაც მაცხოვარი გაჩერდა ვიდრე ჯვარცმა მოხდებოდა მისი, დღემდე ადამიანები, მორწმუნეები ყოველ წითელ პარასკევს ამ გზას გადიან და ცდილობენ რომ რაღაცით დაუახლოვდნენ ქრისტეს, მაცხოვარს. რა მნიშვნელობის არის ეს დღე ქრისტიანებისთვის? აი დღესაც ეკლესიაში ხდება 12-ჯერ სახარების საკითხვა იმ ადგილების სხვადასხვა 4 სახარებიდან იოანედან იწყება და მერე მათეთი სრულდება და 12 სახარება, როცა აი ბოლო დღეები ზუსტად იესოს ცხოვრების და ახლა აი მორწმუნეები ვინც იმარხულეს ამდენი ხანი და რაღაც კულმინაციას უახლოვდებიან, ეს უნდა განიცადონ და ამიტომ არის 12 სახარების წაკითხვა ასე კონცენტრირებულად ეს ამბები, რომ შენ თვითონაც გადახვიდე რაღაც პორტალივით იმ სამყაროში, იმ იუდეაში, მაშინდელ სამყაროში და რაღაც ხელახალ თანა განიცადო რა ხდებოდა მაშინ. აი შენთვის სადიდგებოდი, რას როგორ მოიქცეოდი, რატო იყვნენ რომ ეს მოციქულები ასე გაიქცენ ყველანი და იონეს გარდა ხო არავინ არ იყო იქ და ეგეთი საგალობლებიც არის, არა მარტო სახარებას კითხულობ, საგალობლებიც არის. ღვიძლიც ვერ მოახერხეთო, როცა ცოცხალი მაცხოვარი ყავდათ და როგორ მოახერხებთ სიკვდილზე მიყავდათ და იქაც არ ვერდგულეთო და იქ გაიფანტეთო ყველანი, რაც წინასწარმეტყველი იყო. ანუ ეს შიშის ფაქტორიც იყო. რა თქმა უნდა, შიშის ფაქტორი იყო. ჩემი მადლის გარეშეო, პეტრემაც უღალატა, ხო შიშის გამო. იქ პეტრე დგას იქ ცეცხლთან და მათთან ერთად ეფიცხება. ზოგი ამბობს რომ აი ქრისტეს ტრებთან რო ეფიცხები ცეცხლს, მაგიტომ არის რომ მოგიწია მე მისი ღალატი იქ. სიცივეში მდგარიყავი, შეიძლება დაზღვეულიყავი აქედან, მაგრამ ქრისტეს ჯვარცმელებთან ერთად გეხარ და ხელს ითმობ, არ შეიძლება კომფორტი მათთან, ვინც უფლის მტერი არის და ჭეშმარიტების მტერი არის. რა თქმა უნდა, უპირისპირდება მარადიული სამეფო მიწიერს, აი მიწიერი მოლოდინები და მარადიული მოლოდინები. იესო ეუნება რომ პილატეს ჩემი სამეფო არ არის ამ ქვეყნიური და რო იყოს ამ ქვეყნიური ჩემი მოწაფეები იბრძოლებდნო ჩემთვისო. მაგრამ არ არის ამ ქვეყნიური, ამიტომ მე იმპერატორთან არაფერი არ მაქვს გასაყოფი. პირიქით მოუწოდებ ჩემს ამ მომხრეებს რომ მიეცით კეისარს და იხადეთ გადასახადები. მე არა ვარ რომის იმპერიის მოწინააღმდეგე. ჩემი სამეფო სხვა სამეფო არის. აი ეს არ ესმოდათ იუდეველებს, იმიტომ რომ ბარაბა ამჯობინეს. ბარაბა პატრიოტი იყო, ეს აჯანყდა რაღაცა, ეს კაციც მოკლა ამ აჯანყებაში და ბარაბა უფრო პასუხობდა მათ იმედებს და მოლოდინებს, რომ აი ისრაელი აღდგეს ისე როგორც ძლიერი სამეფო, დავამარცხებთ რომაელებს, გავყრით, გულსაც მოვიფხან ჩურიზიებით და აი ეს გვიცოცხლებს იმედს და მოვიდა იესო გვეუბნება, ეს არ არის ჩემი დღის წესრიგი. მე მინდა თქვენ შინაგანად გარდა გქონათ. მე მინდა თქვენ გახდეთ მარადიული სამეფოს მოქალაქეები. არა მარტო თქვენ, რომაელებიც. ამიტომ რომაელებიც კი უნდა შეიძულოთ თქვენ ერთი სამეფოზე უნდა იფიქროთ, იმიტომ მე არ მოვედი მარტო ებრაელებთან. მე მოვედი მთელ კაცობრიობასთან. ამიტომ პირველად რომ მას მოკლას უპირებენ არის ნაზარეთის სინაგოგაში რომ იქადაგა რომ მე მოვედიო მესია ვარო, მაგრამ არა ვარ მარტო ებრაელების მესია, აგერ როგორც ელია წინასწარმეტყველიო ებრაელებთან კი არ მივიდა, არამედ კეთილი გული სირიელთან მივიდა ამ კაცთან, ვიღაც ფინიკიელ ქალთან, როცა ვინც მზად იყო წინასწარმეტყველი მიეღოთო. ებრაელებთან კი არა, სისხლთან და ხორცთან კი არ მოვედიო. მე მოვედი მთელ კაცობრიობასთან, იმიტომ რომ ცოდვის ტყვეობაში ყველანი ვართო. ყველანი ხართ უბრალოდ თვითონ არ იყო ერთადერთი კაცი, ვინც განკაცდა და ადამიანის სოდოს არ ატარებდა. რა თქმა უნდა, ბატონ ლევან, ახლა ამაზე ძალიან ბევრი შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ. ახლა ცოტა სხვა კუთხით მინდა დავსვა კითხვა და კონკრეტულად თქვენი პირადი დამოკიდებულება გავიგოთ. წითელი პარასკევი მოგესალმებათ ბევრი შემოქმედისთვის, შთაგონების წყაროა, მოაზროვნე ადამიანთათვის, რაღაცა ახლის პოვნის, რაღაცა სიღრმის პოვნის. აი თქვენთვის რა არის ეს წითელი პარასკევი? როგორ უყურებთ ამ დღეს, როგორც შემოქმედი ადამიანი? მოდით ამ კუთხით დავსვა ამ კითხვას. წითელი პარასკევი შემოქმედი რა, შთაგონების წყაროა უფრო, შთაგონების წყაროა წითელი პარასკევი. უამრავ გაფიქრებს, აი პიროვნების როლზე გაფიქრებს, პიროვნებაზე, სახელმწიფოზე გაფიქრებს, მაგალითად რა არის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანია უფრო მნიშვნელოვანი თუ სახელმწიფო. იქ არის თუ რაღაცა უბრალოდ სახელმწიფოებრივი რაღაც იმედები თუ რაღაც პოლიტიკური ჩანაფიქრები. კაიაფა რას ამბობს? კაიაფა ამბობს, რომ წინასწარმეტყველებს, რეალურად წინასწარმეტყველებს. თვითონ არის ის რას ამბობს, მაგრამ არის ეგეთი გადმოცემა საეკლესიო, რომ რახან ღვთელმთავარი იყო მაშინ, ღვთელმთავარს აქვს რაღაცა
სულიწმინდის მიერი ნიჭი რომ იცნას არ მეტყოლს. კაი ფერასანოს ჯობია ერთი კაცი მოკვდესო ერისთვისო, ვიდრე მთელი ერი და განადგურონ რომაელებმაო ერთი კაცისო. ანუ თითქოს სწორს ამბობს, არა? ხალხი მიყვება იესოს, იესო ნაზარელოს, რომელიც არ არის ლეგიტიმური, რომ იმას არ ცნობს, ეს მივა რომამდე ეს ამბავი და ის ვინ დაიწყებს ახლა გამოძიებას, ჩემი სამეფო არ არის ამ ქვეყნიური თუ იმ ქვეყნიური, იტყვიან ვიღაცა იესოს მიყვება ეს ებრაელი ხალხი, ის არა ლეგიტიმური, სინედრიანი ლეგიტიმურია. ამიტომ გამოგზავნე ლეგიონებს და დაგვიხოცავენ ხალხს. ამიტომ არ ჯობია ეს ერთი კაცი მოკლათ და ხალხი გადავარჩინოთ, ამას ამბობს. თითქოს პრაქტიკულად იძახის რაღაცას ეს კაიაფა. ვერ ხდებოდა თვითონ ამ პრაქტიკულის მიღება იცნასწარმეტყველა კიდესო, რომ მართლა მოკლავდნენ იესოს და აი ეს მომენტია, რომ არ სვავს მთავარ საკითხს. კი, მაგრამ დამნაშავეა იესო, რატომ უნდა მოკლა? საერთოდ თუ არ უდანაშაულო, თუ კურნავდა ადამიანებს, თუ კონკრეტით აღადგენდა თუ რასაც ამბობდა იმის საწინააღმდეგო ვერაფერი ვერ აგაქვს, იმიტომ რომ ვერ ვუგებ კამაჩი, ხო, რაც ამოს იმას ამოს და პასუხისაგებს იმისთვის გიმტკიცებს კიდევ რომ ასეა. ესე იგი დამნაშავე არ არის და უდანაშაულო უნდა მოკლა? ეს უდანაშაულო აპრიორი არ უნდა მოკლა და ამაზე აღარ ფიქრობს. ამას უარყოფს და მთავარია რაღაც პოლიტიკური ჩანაფიქრი შესრულდეს, რომ რაღაცა არ მოხდეს, რაღაცა პრაგმატული რაღაცები და პრაგმატულზე მაღლა დგას მარადიული. აი ეს შთაგონება ალბათ ესაა. აუცი ეს დიდ ლიტერატურაში ზუსტად ესაა შთაგონება. შოთა რუსთაველის ვეფხავსანში ეს არ არის, ავთანდილი ტოვებს ყველაფერს ამ პოლიტიკურს რაღაცა თავის ამ პოლიტიკურ ფუნქციას და მიდის და ეხმარება ტარიელს და ყველაფერს წირავს საერთოდ. თავის შეყვარებულსაც წირავს ყველაფერს და ოღონდ ის აბსოლუტური რომ არ შეიძლება გაწირო ადამიანისაც შეპირდი რომ გიშველი და შენ გორჩი დაგიდგები. ეს თუ არ გავაკეთე, მე საერთოდ რა ვიქნები? საერთოდ რა აზრი იქნება ჩემ ცხოვრებას? არც სარდალი ვივარგებ, არც მიჯნურად ვივარგებ, არც არაფრად ვივარგებ. აი ესეთი აბსოლუტური კატეგორიები რო არის რაღაც დანახული, ეს სახარებია ყველა მე მგონი აი დიდ წერლებს ამის როგორ თქვა, ამის იმპულსს და შთაგონებას აძლევს. დოსტოევსკისთანაც გავსი არის ზუსტად დიად ინკვიზიტორის ლეგენდაში ზუსტად იგივე მომენტი დგას, რომ რაღაც აბსოლუტურია და არ შეიძლება ეს აბსოლუტური შეწირო დროიც და რაღაცა პრაგმატულს. ბატონო, თქვენი მსჯელობა მე შემდეგი კითხვის დასმის საშუალებას მაძლევს ფილოსოფია და რელიგია. და თქვენ მსჯელობთ როგორც ფილოსოფოსი. ახლა როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, როგორც თან არსებობენ ათენი და იერუსალიმი. ეს საკმაოდ დიდი თემა არის, თუმცა მინდა რომ ჩვენი აუდიტორიის წინაშეც ისაუბროთ ამ თემაზე. ძალიან დიდი თემა არის და როგორ ვთქვა, გულის დამფლეთი თემა, ესეთი ღრმა დიდი თემა, ამაზე მთელი მარადიული დაწყევლილი საკითხია, ასე ვთქვათ, რა ურთიერთობაშია ეს რაციონალური, ლოგიკური, დიალექტიკური აზროვნება და სარწმუნოება. რა თქმა უნდა, დიალექტიკური, რაციონალური აზროვნებაც ეს არ არის მოწყვეტილი ღვთიურს, იმიტომ რომ ეს რო ნახო პლატონი, არისტოტელე, ესენი ასე აზროვნებენ დიალექტიკურად, ლოგიკურად სწორ წანამძღვრებს და ისინი არ მიჩნევენ ამას ღვთიურისაგან. მათთვის ეს არის იპოვო აი სწორი ცხოვრების ფასეულობები რაღაც ან ის რომ არ გაფლანგო ნამდვილი ფასეულობები არასწორი გადააგდო და სწორი ჩაიხუტო. ესა დიალექტიკა ამიტომ არის გზა მათთვის ეს ლოგიკური აზროვნება სწორ წანამძღვრებზე აგებული რომ შეხვიდე უფრო ნამდვილ და ღრმა და უფრო როგორ თქვა ფასეულ თუ ნამდვილად ფასეულ ონტოლოგიურად უფრო დგრად და სანდო რეალობაში და არ გაფლანგო დრო არასწორ რაღაცეებში დაუშვებ. და აი ეს არის ონტოსონი ქვია ხო მასე ნამდვილად ნამდვილს ეზია რომ აი ამ აზროვნის პროცესი. მაგრამ აი ფილოსოფოსები ამას კი აკეთებენ, მიდიან, მაგრამ რაღაც არის ადამიანში, რაც არ უნდა ღრმად ფილოსოფიურად იფიქრო, მაინც გაკლია, ვერ ახერხებ ამას, ვერ აკეთებ ამას. აი პლატონთან არისტოტელესთან პრობლემა დგას, რომ კი მე დავინახე რა არის კარგი, მაგრამ აი რა იქნება ძალა რა მომცემს რომ ეს გავაკეთო. და აქ უკვე არის იმიტომ რომ პლატონს და არისტოტელე გრძნობენ, ხვდებიან, პლატონი ამბობს რომ სილამაზე ძნელია, პირიქით სიმახინჯე ადვილია. არისტოტელეც ამბობს რომ კი ვიცი რომ რაღაცა კარგია, მაგრამ ნების სისუსტე მაქვს და რა უყამ ნების სისუსტეს და აი ნების სისუსტე ეს დაცემულობა არ უწოდებენ ფილოსოფოსები ამას დაცემულობას, მაგრამ
გძნობენ რომ რაღაცა არის ჩვენში დეფექტი, რაღაცა. ამ დეფექტის გადალახვას ცდილობენ ამ დიალექტიკით ბატონი ფიქრობს უნდა გაათავისუფლოს ჩვენში რაღაცა სიყვარული ისეთი ჭეშმარიტების მიმართ რომ გადაგალახინოს ეს რაღაცა სხვა გაქაჩვები და ცუდისკენ. არისტოტელე ფიქრობს რომ მთელი ქალაქი უნდა აგოგუნდეს, ამუშავდეს, ასე ვთქვათ, ქალაქი, კარგი, კეთილი ქალაქი თავის კანონებით, რომ შენ გადაგალახინოს ამ ჩვეულებებმა, ამ ქალაქის კანონების დაცვის ცუდი არარაციონალური რაღაც იმპულსები, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორ ვთქვა, აი არ გამოდის რაღაცნაირად. კაცობრიობა არ იცვლება უკეთესისკენ და აი აქ არის ზუსტად პავლე მოციქული რაც ამბობს, რომ ელინებიო ამ ღვთიური სიბრძნითო, ფილოსოფიითო კი ეძებდნენო ამ გადარჩენასო, კი ეძებდნენ ღმერთთან ურთიერთობასო, მაგრამ ბოლომდე ვერ შეიცნეს მაინც ღმერთიო. ამიტომ ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე. მარტო ებრაელებისთვის კი არა, ფილოსოფოსებისთვისაც. არ არის ფილოსოფოსი, რომ პლოტინოსი იყოს თუ გინდა, რაც გინდა, არ ვიცი, ვარსკვლავის წვეტელი პროკლე თუ ვინც გინდა, არ ვიცი. ის ქრისტეს გარეშე ვერ მიაღწევს იმ მარადიულ ცხოვრებას და იმ მარადიულად ნიშნულ თუ ღირსეულ ცხოვრებას. აქ საჭირო იყო ეს მადლი და მადლის მოქმედება მთელ კაცობრიობაზე. ამიტომ არავინ არ არის, ვისაც ქრისტე არ ჭირდება. ქრისტე არის უნივერსალური, ყველასთვის. ვინც ვერ შეიცნო ის რელიგიები, ვინც ვერ შეიცნო ქრისტე როგორც ასეთი და მისი ჯვარცმის და აღდგომის მნიშვნელობა არ ესმით, ის რელიგიები კი რაღაცა იციან ღმერთზე, რაღაცა სადღაც მიდიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე ღრმა და ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა ღმერთზე არ აქვს, რაც არის ადამიანთან ასეთი ინტიმური დაკავშირება და ღმერთკაცობა. რაც ადამიანს მერე აძლევს ამ გზას ნამდვილი ღვთიური ცხოვრებისკენ. კი ბატონო და ესე იგი თქვენ პავლე მოციქული ახსენეთ და მე მინდა გავიხსენო მისი კიდევ ერთი სიტყვები ქრისტესთან ერთად ყუდებით რომ ქრისტესთან ერთად აღვდგეთ ამბობს პავლე მოციქული მაინტერესებს თქვენი შეფასება აი რას ნიშნავს ეს ხომ არ არის რაიმე ესეთი მინიშნება იმაზე რომ მაგალითად მორწმუნე ადამიანმა მაცხოვრის ბედი უნდა გაიზიაროს ან ჩვენ ვიცით სასულიერო პირებისგან ზუსტად ის რომ უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ ისე როგორც იცხოვრა ქრისტემ. რას ნიშნავს ეს სიტყვები პავლე მოციქულის? ხო, ეს არის რომ ხო არ შეიძლება არ გაიზიარო, ანუ აღდგომა, ეს დიდება არ არის ჯვარცმის გარეშე. ჯვარცმის შედეგად არის ეს და ამიტომ შენ უნდა იცხოვრო ქრისტეს ცხოვრებით. ანუ ქრისტეს ცხოვრება გადაიტვიფრო საკუთარ ცხოვრებაზე, რომ მის დიდებას ეზიარო. სხვანაირად სხვა გამოსავალი არ არის. ამიტომ უჯვარცმოთ არ არის აღდგომა. და ყველა ადამიანი ტანჯვაში არის, ქრისტიანი, არაქრისტიანი. ყველანი იტანენ ავანტყოფობებს, ახლობლების ღალატს, უახლოესის საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას და საშინელი ტკივილებია მთელ კაცობრიობაში. აქ ომები, აქ რა ვიცი, უბედური შემთხვევები, სიკვდილი ყველას გადასატანი აქვს, მაგრამ ქრისტიანებს აქვთ დიდი იმედი და დიდი ეს სიხარული კი არა, რაღაც იმედი ხო, სიხარული ეს რწმენა და მადლი რომ შენ ამ ყველაფერს გადიხარ ქრისტესთან ერთად, ის არ გტოვებს. ბატონო, ეს სინერგიულად აკეთებ. ეს სიტყვები მხოლოდ მარხვის პერიოდს ეხება თქვენი აზრით თუ მთელი წლის განმავლობაში ზოგადად ცხოვრებას ეხება, აი მთელ ცხოვრება. მთლიანად. რა თქმა უნდა, მარხვა უბრალოდ ერთ-ერთი უფრო ინტენსიურად რო კონდეს ამაზე დაფიქრების საშუალება და უფრო ინტენსიური ეს ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვრო, ამისთვის არის ეს პერიოდები გაკეთებული მარხვის ისტორია. რა თქმა უნდა, მთელ ცხოვრებაზე ელაპარაკი. ანუ ქრისტიანი გადის ამ გზას მარტო არა, ამიტომ ქრისტიანისთვის არ არის ეს ძნელი. ჩემი უღელი სუბუქია, ტკბილია და ტვირთი მსუბუქი. რას გეუბნები ამითი? შენ სიგიოს გადაიტან, შენ ქრისტიანი თუ ხარ, რა სიკვდილს არ გადაიტან, გადაიტან. ავანტყოფები არ გექნება, გექნება. ახლობლის რაღაც ღალატს ვერ როგორც მე იუდას ღალატი განვიცადე, არ გექნება ესეთი ღალატები და ესეთი რამდენიც გადაიტან. ამასაც გადაიტან, მაგრამ გაგიადულდება ეს, იმიტომ რომ მე შენთან ერთად ვიქნები. ანუ ერთად გადავიტან თავს. ბატონო ლევან, უღრმესი მადლობა რა, ჩვენ და მაყურებელსაც თქვენი მოსმენა არ მოგბეზრდება ნამდვილად. დიდი მადლობა რომ დღეს ეკავეთ. წინასწარ გილოცავთ აღდგომას, დიდი მადლობა, ჩვენს გილოცავთ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა რომ მოგზაურობთ. გიგინეშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.